ამერიკის შეერთებული შტატების ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ძლიერი ქარბუქია. სტიქიამ რამდენიმე შტატი მოიცვა. უამინდობის გამო შეფერხებულია მოძრაობა და გადადებულია ასობით ავიარეისი. ქარბუქს თან ახლავს ყინვა, უსაფრთხოების მიზნით მოსახლეობა გააფრთხილეს. ამინდი განსაკუთრებით აფერხებს ავიამიმოსვლას. ასობით რეისი უკვე გადაიდო ან გაუქმდა. თოვლი არ არის ისეთი მძიმე და მკვრივი, რომ გადაადგილება შეუძლებელი გახდეს, თუმცა არ ძალიან მსუბუქი და ფაფუკია. ჩიკაგოში ზოგან თოვლის სიმაღლე 20 სანტიმეტრს აღწევს. ეს ნოემბრის თვისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ამ დიდ თოვლობას მოყვა ქარბუქიც. დილით ადრე დამირეკეს და მახარეს, რომ თოვლი მოვიდა. მე საშუალო სკოლის ინგლისურის ენის მასწავლებელი ვარ. მიყვარს ასეთი დღეები. რამდენი წლისაც არ უნდა ვიყო და რამდენი წელიც არ უნდა ვასწავლიდე. თოვლიანი დღე მაინც ყოველთვის მაბედნიერებს. დიდი ტბების რეგიონში თოვა უკვე შესუსტდა, თუმცა ახალი შტორმი ახლა შუა ატლანტიკისა და ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატებს უახლოვდება. ვარაუდობენ, რომ აქ თოვლის საფარი 30 სანტიმეტრს მიაღწევს. მეტეოროლოგები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.